ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში მეჩეთის მშენებლობისთვის ნებართვის არ გაცემის გამო საპროტესტო აქცია გაიმართა. სოფლის მაცხოვრებლების მთავარი მოთხოვნა მრწამსის თავისუფლად გამოხატვა და რელიგიურ დაწესებულებაში ლოცვა. ადგილობრივების თქმით, ამისათვის ისინი წლებიან მეჩეთის აშენებას ითხოვენ, თუმცა შესაბამისი ნებართვის გაცემა არ ხდება. სოფელ ცურტავში მოსახლეობის 95% მუსლიმია. შეკრებილი ადგილობრივები ამბობენ, რომ დღემდე მათ სიტყვიერად და წერილობით არაერთხელ მიუმართავთ ბოლნისის მერიისთვისა და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთვის, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ მშენებლობის უფლება არ მისცეს. Biz Hristiyan millətinə böyük hörmətimiz var. ჩვენ ქრისტიანული რელიგიის მქონე ხალხის მიმართ უდიდესი პატივისცემა გვაქვს და ანალოგიურ პატივისცემას ველოდებით მათგანაც. გთხოვთ, რომ მოგვეცითნება აბაშენოთ ჩვენი რელიგიური დაწესებულება. ამაში ხომ ცუდი არაფერი არ არის. განსაცდელის დროს ეს იქნება ჩვენი თავშესაფარი, სადაც ვილოცებთ თავისუფლად და ღმერთთან ახლოს ვიქნებით. ამას ხომ არავისთვის არ მოაქვს ზიანი. თანამდებობის პირებს ვთხოვთ, რომ დაგვთნამისნება და არ დაგვიშალონ. თუ დაგვიშლიან, იცოდნენ, რომ ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ჩვენ საქმეს და მეჩეთს ავაშენებთ აუცილებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ მეჩეთის მშენებლობის შესახებ დაპირებების გაცემა საპარლამენტო არჩევნებამდე აქტიურად ხდებოდა, თუმცა როგორც ჩანს, აღნიშნული დაპირებები არ შესრულდა. ადგილობრივების თქმით, თუ აღნიშნული სიტუაცია არ შეიცვლება, მშენებლობასთან დაკავშირებული პროტესტი შესაძლოა მომავალში უფრო მასშტაბური გახდეს. ისინი ამბობენ, რომ ნებართვის არარსებობის შემთხვევაშიც კი დაიწყებენ მეჩეთის მშენებლობას და ამ საქმიანობის დაშლის უფლებას არავის მისცემენ. Sebep gösterilir ki, kökdə, yəni kökdə bu səmtdə heç nəsə olmur. ჩვენ მიზეზად გვეუბნებიან, რომ სოფელ ცურტავში არასდროს არ ყოფილა მეჩეთი და ხელოვნური ბარიერებით ცდილობენ ნებართვის გაცემაზე თავის არიდებას. სოფელ ცურტავის 95% მუსლიმები არიან. ასევე სოფელში 7 ჩაიხანა და კვების ობიექტია. რა დაშავდება იმით, რომ ერთი მეჩეთი აშენდეს. ჩვენ გვინდა, რომ ახალგაზრდები კარგი საქმით დაკავდნენ და სწორ ცხოვრებისეულ გზას არ ასცდნენ. ადგილობრივი მოსახლეობის 90%-მა ხელისუფლებას მისცა ხმა. ხმა მისცეს დავით შერაზად და ელემენტარულ თხოვნას არ გვისრულებენ. მით უმეტეს არჩევნებამდე დაგვირდნენ, რომ აგიშენებთო მეჩეთს, თუმცა როგორც ხედავთ, დაპირებად დარჩა. არადა, არაფერს რთულს არ ვითხოვთ. ტერიტორია, სადაც მეჩეთი უნდა აშენებულიყო, აქამდე მოსახლეობის სახსრებით არის შეძენილი. არაფერს არ ვითხოვთ, გარდა ნებართვისა. აშენებითაც თავად ავაშენებთ, საკუთარი სახსრებით. ჩვენ გვინდა ხმა მივაწვდინოთ თანამდებობის პირებს, რომ ჩვენ გვსურს აღნიშნული რელიგიური დაწესებულების აშენება და თუ დაგვიშლიან ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ჩვენს საქმეს. ჩვენ გვინდა, რომ ახალგაზრდები კარგი საქმიანობით დაკავდნენ და იარონ რელიგიურ დაწესებულებაში. ჩვენ იმედი გვაქვს დავიწყებთ აშენებას ჩვენივე სახსრებით და ამაში ხელს არაფერი არ შეგვიშლის. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივები მეჩეთის ასაშენებლად ფინანსურ დახმარებას არავისგან ითხოვენ და იგი სოფლის მოსახლეობის მხარდაჭერით აშენდება. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ შესაბამის ორგანოებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით და ეს პროცესი იყო საკმაოდ გამჭვირვალეც. თუმცა ამ მხრივ სოფელს არავინ არ აქცევს ყურადღებას. ჩვენ გვინდა აბაშენოთ ის კანონის ფარგლებში. მოსახლეობის დიდი ნაწილი ხელისუფლების მხარეს იყო და ახლა ელემენტარულსაც არ გვისრულებენ. ჩვენ გვინდა მეჩეთი გვქონდეს და ყურადღება მიაქციონ ამ თვალსაზრისით ჩვენს სოფელს. ვფიქრობ, ჩვენ ამ საქმიანობას ვერავინ ვერ დაგვიშლის. საკითხის გასარკვევად ბოლნისის მერიას მივაშურეთ, თუმცა მერიის პრესსამსახურიდან გვაცნობეს, რომ ბოლნისის მერი ამ დროისთვის მერიაში არ იმყოფება და მისთვის წერილობით მოთხოვნით უნდა მიგვემართა. მოგვიანებით ქართული ოცნების ბოლნისის შტაბში მივედით, თუმცა კარი ჩაკეტილი დაგვხვდა. საკითხთან დაკავშირებით ვცადეთ საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხს ფაიქ ნაბიევს დავკავშირებოდით, თუმცა მან ჩვენს ზარს არ უპასუხა.